გამარჯობა. დედის სიყვარული განგის იმ წმინდა ნაკადს ჰგავს, რომელიც ყოველგვარი პირობის გარეშე უბრალოდ მიედინება. მოგონებების სიღრმიდან დღეს ჩვენ მოვიტანეთ ასეთივე ამბავი, სადაც მეხქრება და მხოლოდ უანგარო სიყვარული რჩება. მოდით, განგის ამ წმინდა ხილებთან ერთად მე გიამბობთ ცნობილი მწერლის, რაჯეშ ჩანდრანი მადანლალ ჯეინის კალმით შობილ გულისამაჩუყებელ ამბავს. დედა ჩემი, როგორ ძალიან ვუყვარვარ მას. თარიღი 19 დეკემბერი 2019, როდესაც დედა ჯერ კიდევ ამ ქვეყნად იყო. უმჯობესია ყველაფერი თავიდანვე დავიწყოთ. როდესაც ბავშვობიდან სიმწიფისკენ გადავედი, ჩემი სახლის სავსე და ბედნიერი ვნახე. იმ დიდ ოჯახში ჩემთვის დედასთან სიახლოვე და მისი სითბო ყველაფერზე ძვირფასი იყო. სახლში დაწმებიც იყვნენ და დედა ჩემს ბავშვების, ოჯახის და საზოგადოების მოვალეობების შესრულება გარკვეული წონასწორობით უწევდა. ყოველივე ამას შორის მას საკუთარი თავისთვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, ვიგრძენი, რომ ის სხვა ადამიანებთან შედარებით ბევრად უფრო მარტივი და მშვიდი ბუნების იყო. მე ის არასოდეს მინახავს გაბრაზებული ან გაღიზიანებული, შესაძლოა იმ დროს ეს ყოველი დედის ბუნებრივი თვისება იყო. დროთა განმავლობაში, როდესაც ჩემი გაგება უფრო ნათელი გახდა, მე მასში დავინახე ისეთი თვისება, რომელიც ნათესავებში სხვას არავის ჰქონდა. ეს იყო მისი უპირობო ცხოვრების წესი. ის იღებდა ოჯახის მეზობლებისა და საზოგადოების ყველა პირობას, მაგრამ სხვების მიმართ მას საკუთარი პირობა არ გააჩნდა. დღეს, როდესაც სამყარო შევიცანი, მესმის, რომ ასეთი უანგარობა ძალიან იშვიათად გვხდება. საკუთარი არსებობის სხვის არსებობაში სრულად გათქვეფა არ არის ადვილი საქმე, მთელი სიცოცხლის მანძილზე. ნამდვილად ის იყო ერთ-ერთი იმ გამორჩეულ პიროვნებათაგანი, ვისაც ადამიანურ გამონაკლისს უწოდებენ. მის ამ უბრალოებასა და უპირობო ცხოვრებაში მე ხანდახან ხედავდი სასიამოვნო გამონაკლის მომენტებსაც. ლალიტპური მისი მშობლიური მხარეა. მამამისისა და უფროსიც მის გვერდით ყოფნა მას მხოლოდ 8 წლის ასაკამდე ხვდა წილად. შემდეგ ბებია ჩემისა და დედა ჩემის ცხოვრება ჩვენი დეიდაშვილების ოჯახთან ერთად გაგრძელდა. ბავშვობაში, როდესაც იქ ახლობლებს ხვდებოდით, მაშინ ვიგებდით, საიდან მოვიდა დედაში ეს ღირებულებები. ლალიტპურში ყოფნისას დედის ხმაში და ქცევაში ერთგვარი უფლების გრძნობა ვლინდებოდა. იქ დღესაც ცხოვრობენ ჩვენი დეიდაშვილების ოჯახები, რომლებიც აზროვნებით ძალიან დიდებულები არიან. მათ დედას ყოველთვის გულითადი პატივისცემა და სიყვარული მიაგეს. მახარებდა იმის დანახვა, რომ დედის მცირე სურვილები ლალიტპურის იმ ქუჩებში სრულდებოდა. მე კვლავ საკუთარ თავზე და დედაზე საუბარს ვუბრუნდები. რელიგიურ გარემოში გაზრდის გამო დედას ჩვენი დაწმებისგან ჰქონდა მოლოდინი, რომ რელიგია შეგვეცნო და ტექსტები დაგვეზეპირებინა. ჩემი დაწმები ამ გამოცდას გაუმკლავდნენ, მაგრამ ჩემი ინტერესი სწავლისადმი ნაკლები იყო. მოგვიანებით მე საინჟინრო სწავლისა და სამსახურის გამო სახლიდან შორს დავრჩი. ასე რელიგიურ საქმეებში მე თავიდანვე როგორც ჩამოვრჩი, ჩემი ეს ჩამორჩენილობა მთელი სიცოცხლე დარჩა. 5 წლის წინ მამა ჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა სულ უფრო სუსტდებოდა. ის ბოლო 2 წელია სახსრების ტკივილის გამო ლოგინად არის ჩავარდნილი. უმცროსი ძმის ოჯახი მასზე სათანადოდ ზრუნავს. მისი სხეული ახლა მხოლოდ 25-30 კილოზე მეტი არ არის, მაგრამ ამ რთულ მდგომარეობაშიც კი მისი ბუნებრივი თვისებები ურყევია. ის ახლა მხოლოდ დღეში ერთხელ იღებს საკვებს და მთელ ყურადღებას მოგშას გზაზე მიმართავს. ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, ის გონებრივად სრულად აქტიურია, ყველა ტექსტი დღესაც ახსოვს. მისი სამყარო ახლა ერთ ოთახშია მოქცეული, მაგრამ იქაც მას არანაირი პირობა არ გააჩნია. ახლა ამ ქვეყნიური საქმეები მას უსარგებლოდ ეჩვენება, მისი ასეთი საუბრებისადმი ინტერესი აღარ დარჩა. ის ხშირად იმეორებს ერთ წინადადებას, ყველასგან პატიებას ვითხოვ, ყველას ვპატიობ. ანუ ვისგანაც მას რაიმე სირთულე ჰქონდა, მათგან პატიებას ითხოვს და ვინც მას ტკივილი მიაყენა, მათ ის ადვილად პატიობს. ჩემმა უფროსმა დამ, კირანმა შეიცნო ეს ჭეშმარიტება. ის ყოველდღე ტელეფონით დედას რელიგიურ ტექსტებს უკითხავს. დედას ეს ყველაფერი ახსოვს, მაგრამ მაინც დიდი ინტერესით უსმენს. როგორც ვთქვი, რელიგიური თვალსაზრისით მე მისის ჩამორჩენილი შვილი ვარ. შორს ყოფნის გამო მე მისთვის პირდაპირ განსაკუთრებულს ვერაფერს ვაკეთებ. დაახლოებით 2 თვის წინ აზრად მომივიდა, რომ თუ მეც წავუკითხავდი ტექსტებს, მისი სიხარული გაიზრდებოდა. მას შემდეგ ყოველ დასვენების დღეს მე 1 საათი ტელეფონით ვუკითხავ მას. ბოლო 2 კვირაა ის მთხოვს ფაქტამარ სტოტრას მოსმენას. ამ სტოტრას 48 სანსკრიტული ლექსის სწორი წარმოთქმა ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მას ეს ყველაფერი ახსოვს, მაგრამ ჩემგან მოსმენა მას უსაზღვრო სიმშვიდეს ანიჭებს.
კვირაში ერთხელ 1 საათი ასე მოგცევა ვინმე შეიძლება მოეჩვენოს რომ დედა ჩემი ჩემგან რა ცოტა სითხოვს. მაგრამ სინამდვილეში ეს მან იცის ან მე ვიცი, თუ რაოდენ დიდ რამეს ელის ის ჩემგან. სიმართლე ის არის, რომ დედა ჩემი ჩემგან ჩემი სულის ხსნისთვის მოგშას გზაზე სიარულს ელის. მის ცხოვრებაში საოცარი ჰარმონია ჩანს. ამ ქვეყნიური თვალსაზრისით მისი ცხოვრება ამ სტრიქონს ადასტურებს. საკუთარი თავისთვის თუ იცოცხლე, რა სიცოცხლეა? შენი ცოცხლე ოგულოს სამყაროსთვის. მაგრამ ამასთან ერთად მის შიგნით საკუთარი სულის ხსნის დიდი გრძნობაც არსებობდა. მან ჩვენ და მოგვიანებით ჩემს ორასულსაც ბავშვობიდანვე ასწავლა კარგი ზნეობა. მისი წყალობით ორივე წლის პიროვნებაც ჩამოყალიბდა. ის ყველა შვილიშვილისთვის შთაგონების წყარო იყო. ის ყოველთვის ამბობს და ბოროტებაზე საუბარიც ბოროტებას ავრცელებს. ამიტომ ბოროტების ხსენების ნაცვლად, მხოლოდ სიკეთეზე საუბრით შეიძლება ბოროტების მოსპობა. ამ გაგებით ჩემი უფროსი და კირანი დედის ხასიათის გახსენებისას ამბობს. დედა, სხვისის საქმეებისგან ყოველთვის შორს იყო და ჩვენს გვასწავლა, რომ შენი ჩემის ძიებაში არაფერია. ეს სწავლება ჩვენთვის ის ძვირფასი განძია, რომლითაც პატივისცემას ვიმსახურებთ. ჩვენ ადამიანების გაერთიანების გვწამს და არასოდეს ვხვდებით მტრობის მიზეზი. დედამ რელიგიური ღირებულებები იმიტომ მოგცა, რომ ჩვენი სული განგვეწმინდა და ტანჯვისგან განთავისუფლებულიყავით. თარიღი 26 აპრილი 2022. მას საკუთარი შვილებისგან მატერიალურად არაფერი სჭირდებოდა. მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ ჩვენ რელიგიისადმი ინტერესი გამოგვეჩინა და ჭეშმარიტების ცოდნა მიგვეღო. მისი ეს მიჯაჭვულობა წმინდანების იმ თანაგრძნობას ჰგავდა, რომელიც ყველა არსების კეთილდღეობისთვის ზრუნავს. 2020 წლის 26 აპრილს დედის გარდაცვალების შემდეგ კოლექტიური კითხვის ტრადიცია შევქმნით. ამ 1 საათიან კითხვას ჩვენ საკუთარი ხსნის ნაცვლად, დედის იმ უკანასკნელ სურვილს ვუძღვნით. ამ თანმიმდევრობის უწყვეტობას ჩემი უფროსი და კირანი, უმცროსი და შობა და ჩემი მეუღლე რაჩნა უზრუნველყოფენ. დღეს დედის ხსოვნას მივაგებ პატივს და ამ პრეზენტაციას კვლავ ვაზიარებ. ახლა თქვენ უსმენდით რაჯეშის მიერ საკუთარი დედის ჩანდრანი ჯეინისადმი მიძღვნილ სიტყვებს. დედის ისუფლების გრძნობა და ბოლო წამსაც კი შვილებისთვის ის წმინდა სურვილი, მშობლების ჭეშმარიტ ის სიყვარული ჩვენი სულის განვითარებაშია. დღეს დედა ფიზიკურად ჩვენთან აღარ არის, მაგრამ კოლექტიური კითხვა დედის იმ უკანასკნელ სურვილს აცოცხლებს. სიკეთის არჩევა დედისთვის მიძღვნილი ყველაზე დიდი პატივისცემაა. დღეს ამის გაზიარებისას გული მდგივა, რომ რაჯეშის უმცროსი და შობა ხალხიც დედის გზით უსასრულო მოგზაურობაში წავიდა. ასეთი მოსიყვარულ დედის იმ ასულსაც დიდ პატივს მივაგებთ. დღეისთვის სულ ეს არის. თქვენი აზრი აუცილებლად გაგვიზიარეთ. გმადლობთ.